მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ბატონ დიმიტრი. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. მოხარული ვარ, რომ მოკლედ შეძელით ამ გაწამაწიაში და ჩაგვერთეთ და მე მსურს რომ ვისაუბროთ აქტუალურ თემაზე. აქტუალურ თემა არის ჩვენი არჩევნები და როგორც მოლოდინი იყო, ესე იგი თლად უპრობლემოდ არ ჩაუვლია. ამას თქვენც ამბობდით და ჩვენი პოლიტიკური ელიტაც საქართველოს გულისხმობდა. რა შეიძლება ვთქვათ, აი მეორე დღეს არჩევნებიდან რა შედეგები დადგა და მერე ოპოზიციაზე ვთქვათ, აი ამ ნირწახდილ და ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ ფარგლებს მიღმა დარჩენილ ოპოზიციაზე. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ მუნიციპალური არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს იყო პლაცდარმი, გნება პოლიტიკური პლატფორმა, შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებისთვის, რომელიც გამოვლენილი იქნება ალბათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, ოღონდ იმ პირობით, რომ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს რამოდენიმე სუბიექტი, ისინი ვინც დღეს აქტიურად განიხილებიან გარკვეული ძალების მიერ, როგორც მთავარი საყრდენი იმ პოლიტიკური ამოცანების აღსასრულებლად, რომელიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში დაკვეთის ქვეშ არის და რომლის ამსრულებელიც დიდი ხანია ცდილობს, რომ შეარყიოს ის კურსი ქვეყნისა, რომელიც აღებულია სუვერენიტეტის ამაღლების, ხარისხის ამაღლების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები, როგორც მოგახსენეთ, არ იყო უბრალოდ მუნიციპალური არჩევნები, რა თქმა უნდა, მის მიმართ იყო ძალიან დიდი ყურადღება მიპყრობილი და აღსანიშნავია, რომ თავად ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობა ამ არჩევნებში, აი იმ რეაქციული, რადიკალური, დესტრუქციული ძალებისა და მათ უკან არსებული დონორი ორგანიზაციების მიერ აქმული იყო როგორც ერთგვარი ღალატი. ღალატი იმ პრინციპებისა, რომელიც ქართული ოცნების მიმართ განიხილავდა არა არჩევითი დემოკრატიისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ მოქმედებებს, არამედ მხოლოდ რევოლუციურ გზას. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველში ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავდა უკმაყოფილებას რევოლუციური გზის დეკლარაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხვდებოდა, რომ ეს იყო utopia და არის კიდეც utopia. შეუძლებელია ქვეყანას ყავდეს სტაბილური ამომრჩეველი უმრავლესობის სახით და ამ დროს მას პირდებოდეს ძალიან მაქსიმალურად უმცირესობაში მყოფი ძალები პირდებოდნენ მას რევოლუციას და აანონსებდნენ რევოლუციას. თანაც აანონსებდნენ ისეთი გონორით და ისეთი მენტორული ტონით, რომ ადამიანს ეგონებოდა, რომ რაღაც მართლაც რაც მორიგის სპექტაკლი უნდა გათამაშებულიყო ქვეყანაში. გასაგებია ეს რატომაც კეთდებოდა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან ობიექტური მიზეზების გამო განიცდის წინა პოლიტიკური სასიკვდილო აგონიის, ასე ვთქვათ, კონვულსიებს. ეს არის ის პირობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებისთანავე ცხადი გახდა, რომ აღსრულდებოდა, იმიტომ რომ საპარლამენტო დადგენილება ფაქტიურად მზად არის და მომავალ კვირას ის შევა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ადრეც მოგახსენეთ, არის უფლებამოსილი იმსჯელოს საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობასთან მოქმედ კონსტიტუციასთან მიმართებით და როდესაც საკითხი ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან და რომლის ძალითაც პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩადის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მუდმივად დანაშაულს, ან ჩადენილი აქვს ასეთი დანაშაულის სერია, მისი აკრძალვის სრული კონსტიტუციური უფლება გააჩნია საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს. ეს იცოდნენ რა ნაციონალური მოძრაობა, როგორც აი თავმოჭყლეტილი მორიელი იქნებს კულს, აი ესეთი ბოლო გაფართხალება ჰქონდათ ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მათთვის თავიდანვე გამორიცხავდა არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც იმიტომ, რომ მათ იცოდნენ იმ ხვედრის შესახებ, რომელიც მათ ხვდებოდათ წილად. და აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ერთ ნაციონალურ მოძრაობაზე. მინიმუმ 4 პოლიტიკური პარტია უკვე გამოკვეთილია.
ამ რიგებში, მათ შორის ხდება პოლიტიკური პარტია დროა, მათ შორის ხდება პოლიტიკური პარტია გირჩი მეტი თავისუფლება. ნაციონალური მოძრაობის ყველა ის ლიდერი, რომელიც 2012 წლამდე, 1 ოქტომბრამდე მონაწილეობას ღებულობდა პარტიის მშენებლობაში, იყო მისი პოლიტიკური ბირთვი, პოლიტიკური აქტივის შემადგენელი ნაწილი, ის როგორც პარტია, ისევე ესეთი პირებიც გაიზიარებენ ხვედრს, აკრძალულ იქნენ საჯარო პოლიტიკაში. ნახეთ, როგორი სიტუაცია. შეიძლება რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც დღეს აქტიურად პოზიციონირებს და თვლის, რომ შეუძლია ისარგებლოს რაღაც გარკვეული ხელშეუხებლობით, რომელიც კოჰაბიტაციის ფარგლებში, როგორც გარანტია, მას აღუთქვა გარკვეულმა პარტნიორმა ძალებმა, დღეს ისინი ამთავრებენ, ასრულებენ თავის მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში. აქ რჩება ორი გზა. ან მათ უნდა აირჩიონ სხვა გამოსავალი და შეიცვალონ პროფესია, ან ისინი უნდა გადავიდნენ იატაკ ქვეშეთში. აი იატაკ ქვეშეთში გადასვლის ყველა გზა, საშუალება, მეთოდი იქნა, ასე ვთქვათ, აღკვეთილი მათთვის გუშინდელ დღეს. მე ვფიქრობ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერი ისტორიაში შევა როგორც დღე რადიკალური გარდატეხის შეტანისა ქვეყანაში, როდესაც აი ეს მოუშორებელი ჭირი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უზარმაზარი პატრონი ყავს მსოფლიოში, ნეოლიბერალური ინტერნაციონალი, ეს არის პოლიტიკური კონგლომერატი, გლობალური პოლიტიკური კონგლომერატი, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს. 4 ტრილიონი დოლარის ფარგლებში ისინი ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე ატარებდნენ იმ სოციალურ ექსპერიმენტებს, რომლის ფოკუსშიც საქართველოც არაერთხელ მომხვდარა, განსაკუთრებით გაგვიმძაფრეს ბრძოლა 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მოითხოვა ევროკომისიამ და ამ კანონის ფარგლებში სასამართლოში მიმართვიანობის აწევის მიზნით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალიან ბევრ საკანონმდებლო აქტში და ფაქტობრივად LGBT დიქტატურის დამყარებას აღარაფერი აღარ ედგა წინ და რეალურად აი აქეთკენ მიჰყავდათ, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის პოზიტიური პირობა. რომ გინდათ ევროკავშირის წევრობა, მაშინ თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის იმ საკანონმდებლო ბაზასთან, რომლის ფლაგმანი ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით იყო სწორედ LGBT დღესწესრიგი. აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ ის, რომ 2021 წლის 4 მაისი იყო აპოთეოზი ამ მიმართულებით, როდესაც 15 პოლიტიკური პარტია დაიბარეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და ბატონმა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა და პირდაპირ დეკლარირებულად მოსთხოვეს მათ, რომ კოლექტიურად გაეკეთებინათ განაცხადი იმაზე, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობის ავანგარდში იქნებოდა LGBT დღესწესრიგისათვის ბრძოლა, რომ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში აღებული ვალდებულებები იქნებოდა მიყვანილი ბოლომდე. აი მათ თავიანთი ხელმოწერით სწორედ ამ პოლიტიკურ ვალდებულებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. იყო 63 პარტია, რომელმაც უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე, ეს იყო ქართული ოცნება, ეს იყო ლეიბორისტული პარტია და ეს იყო გახარიას პარტია, გიორგი გახარიას პარტია. აი 63 პარტია აღმოჩნდა ამ თამაშგარე მდგომარეობაში და შესაბამისად ქართული ოცნება, როგორც მართველი პოლიტიკური ძალა, აღმოჩნდა მთავარი დარტყმის სუბიექტი ამ პროცესში. აი იმ დღიდან მოყოლებული 2020 წლის ბოლოდან 2021 წელს უკვე გამძაფრდა ეს ბრძოლა საქართველოში. 2022 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმით, რომ რევოლუციური ცვლილებების და რეალური გარდატეხის მცდელობა განხორციელდა, გაგახსენებთ მარტის მოვლენებს, ეს შემდგომში კიდევ ერთხელ გამეორდა და ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ოცნების მხრიდან ხდებოდა გეგმა ზომიერად ხდებოდა კონტრფორსების შექმნა აი ამ წნეხისთვის. მე გულისხმობ საკანონმდებლო აქტებს, როგორც იყო გამჭვირვალობის კანონი, შემდგომში უკვე ამერიკული FARA, უცხოური აგენტის რეგისტრაციის წესის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც გააგრძელა შემდგომში არსებობა გამჭვირვალობის კანონთან ერთად. გამჭვირვალობის კანონი იყო სუფთა ეროვნული, ასე ვთქვათ, პროდუქტი საკანონმდებლო აქტისა, ხოლო FARA იყო წმინდა ამერიკული
ორიგინალი ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომელიც დღესაც მოქმედებს პირველ კანონთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს იყო წითელი ხაზი იმ ძალებისთვის, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის გლობალური ინტერნაციონალი, ნეოლიბერალური და რომლებმაც გასცეს განკარგულება, რომ ყველა გზა საშუალება გამონახულიყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და 2022 წლიდან დღემდე ჩვენ რასაც ვუცქერით და ეს მათ შორის 311 დღიანი განუწყვეტელი პერმანენტული აქციები, რომელიც ნელ-ცეცხლზე პროცესის შენახვას გულისხმობს აფეთქების წინ, სხვა არაფერია თუ არა ესე იგი ის პროცესი, რომელიც უნდა დაგვირგვინებულიყო 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დღეს უკვე რაღაცა საგანგებო ფოიერვერკით, რევოლუციური ფოიერვერკით და რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ცნობილი ქართველი ბანი ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ასევე უნდა შევაჩეროთ ყურადღება, იმიტომ რომ ბატონ ნიკოლოს პოლიტიკაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მეხსიერება არის მოკლე. სამწუხაროდ ასეა და საზოგადოებას ხშირ-ხშირ უნდა შევახსენოთ ხოლმე რაღაც გარკვეული ფაქტები და მოვლენები. ის რომ 2016 წელს ბატონი პაატა ბურჭულაძე როგორც აღიარებული მომღერალი ბანი მსოფლიო პოლიტიკაში დგავს პირველ ნაბიჯებს, ეს ხდება ოდესის სახელმწიფო ფილარმონიაში. ოდესის სახელმწიფო ფილარმონიაში ერთ-ერთი მორიგი კონცერტის დასრულების მომენტში სცენაზე ადის მიხეილ სააკაშვილი მიმართავს საზოგადოებას ადგილობრივს და განაცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გახმოვანების პატივით ხვდა მიხეილ სააკაშვილს და რომ პაატა ბურჭულაძე ქმნის პოლიტიკურ პარტიას და განაცხადს აკეთებს ასე იგი იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს მოხდა 2015 წლის ბოლოს, 2016-ში უკვე არჩევნებში იღებს პაატა ბურჭულაძე მონაწილეობას სახელმწიფო ხალხისთვის და პირველი ფიასკოც მან იწვნია სწორედ 2016 წელს. ძალიან ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის აი იგივე ბატონი მერაბ მეტრეველი, დღევანდელი რადიო პალიტრის და ტელეპალიტრის წამყვანი, ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო იმ პოლიტიკურ საბჭოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძე. ყველას ეგონა, რომ ამ ფიასკოს მარცხის განცდის შემდგომ იგი წავიდოდა აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ არა ის დარჩა, შემორჩა ბოლომდე და დაელოდა მომენტს, როდესაც მისი ფიგურის გააქტიურება კვლავ გახდებოდა აქტუალური, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გარკვეული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ასევე არაერთი განცხადება გაკეთებულა, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც და მან ეს ანატომია ამ მერკანტილიზმის ძალიან ესე იგი დეტალურად მოჰყვა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არჩევნების კონტექსტში. მასსა და პაატა ბურჭულაძის შორის ურთიერთობის საჯაროდ დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბატონი პაატა ბურჭულაძისთვის ეს რევოლუციური სცენარი აღმოჩნდა ყველაზე უფრო მისაღები, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ გარანტიებს ალბათ აძლევდნენ მას, არ ვიცი, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გამოძიება შეუძლია პასუხი გასცეს, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ ძალიან ანეკდოტურად გამოიყურებოდა პაატა ბურჭულაძის მიმართვის ტექსტის გზავნილები ქართული საზოგადოების მიმართ, რომ აი დღესვე ვიწყებთ, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, რომ გვარები ჩამოთვალა და გამოაცხადა, რომ ესენი არ უნდა გაიქცნენ, რომ აეროპორტები, პორტები, ასე იგი ქვეყნიდან გასასვლელები, შემოსასვლელები უნდა ჩაიკეტოს და აფრთხილებდა ესე იგი მოქმედ სახელმწიფო ძალას, რომ ესე იგი გარკვეულ ლიდერებთან დაკავშირებით ის აპირებდა მათ დაპატიმრებას და ასე შემდეგ. ხო, მას დაემატა მეორე არანაკლებ ოდიოზური ფიგურა პოლიტიკაში მურთა ზოდელავი. ხა აქაც ვიტყვი, რომ საზოგადოებისთვის შეიძლება ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ბატონი მურთა ზოდელავა იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი პროკურორი, ანუ ნაციონალური მოძრაობის მთავარი პროკურორი 2009-2012 წლებში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელ წლებზეა საუბარი? ეს არის ყველაზე ავადსახსენებელი წლები, როდესაც საერთაშორისო მონიტორინგიც კი ვერ ბედავდა ციხეებში შესვლას. მე მახსოვს, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი 2011-ში, ჩემთან სტუმრად ჩვენ გვეწვია პარლამენტში სტუმრად ბატონი მანფრედ ნოვაკი. ეს იყო წამების ატლასის დამფუძნებელი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე. და ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან და შემომჩივლა, რომ მეო თეა ბურჯალიანიო მაშინ მინისტრის მოადგილე იყო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და მთავარი პროკურორი არ მიშვებენ ციხეებში მონიტორინგზეო. ეს არის ნონსენსიო მითხრა მაშინ მანფრედ ნოვაკმა. მე არა ვარ რიგითი მონიტორიო, მე გაეროს სახელით მინდა განვახორციელო მონიტორინგი ციხეებში, საიდანაც გამოდის ინფორმაცია, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამება არის ყოველდღიური ნორმა ციხეში დამკვიდრებული. და მე მაშინ გავაკეთე განცხადება ერთ-ერთი გაზეთითაც და მქონდა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნურას უკაცრავად. არაფერმა არ იქონია გავლენა, არც მურთაზ ოდელავაზე, არც თია ბურჯალიანზე, არც ზურაბ ათეიშვილზე და არც მიხეილ სააკაჟვილზე. ეს იყო პოლიტიკური სექტა აბსოლუტურად შეუვალი, რომელსაც ჰქონდა თავისი დაცვის გარანტიები სწორედ იმ ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მესვეურების მხრიდან, რომლის ერთ-ერთი ფინანსური საცეცი იყო მხოლოდ და მხოლოდ სოროსის ფონდი და ღია საზოგადოება საქართველოს. თორე გაცილებით სერიოზული დამფუძნებელი მამები ყავდათ მათ ასე კი სათავეში და რომლებიც აძლევდნენ მათ გარანტიას, რომ თქვენ შეცვალეთ დემოგრაფიული პლაზმა ქვეყანაში, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი სოციალური ლაბორატორიის იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლითაც ქართული საზოგადოების ძირითადი მენტალობა უნდა შეცვალოთ და ამისთვის თქვენ გაქვთ რაღაც კონკრეტული ვადა. და ამ ვადაში უნდა ჩატეულიყვნენ ისინი. და ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ კომპონენტი იყო რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ციხეში მოხვედრა და ამ ადამიანებისგან შემდგომში სხვა ადამიანის გამოყვანა. დათრგუნვა ქართველი ხო, როგორც ამბობ. რა თქმა უნდა, დათრგუნვა, დაჩაგვრა, ყველაზე ურჩების განადგურება, იმიტომ იყო, რომ 200-მდე ყოველწლიურად წარმოიდგინეთ 200-მდე პატიმარი კვდებოდა გარდაცვალების ფაქტები დგინდებოდა ციხეებში და პათანატომიური კვლევის შედეგად დგინდებოდა, რომ მათი გარდაცვალება არ იყო დაკავშირებული რაიმე ტიპის ქირურგიულ ჩარევასთან და მანიპულაციასთან და რომ ეს ესკორიაციები, მრავლობითი ჩაქცევები, დაზიანებები არ იყო გამოწვეული რაიმე სამედიცინო ჩარევის შედეგად. არამედ პირდაპირ მიუთითებდა ეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო წამების შედეგი. მეცაც გეტყვით, ესე იგი, იმდენად გადაიტვირთა ეს სტატისტიკა ბოლოს, რომ ეს ჯალათებით შეწუხდნენ, ესე იგი, თავიანთ მომავალზე იფიქრეს, რომ ნამეტანი არ გაუტიოთო ამ სტატისტიკასთან დაკავშირებითო და მიცვალებულების წაყვანა დაიწყეს სამოქალაქო ჰოსპიტალებში. სამოქალაქო ჰოსპიტალში მიყავდათ მიცვალებული და ეპიკრიზებს წერდნენ როგორც ცოცხლებზე, იმისთვის რომ პენიტენციურ სისტემაში გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურებულიყო და ვითომ შემდგომში შეიყვანეს ცოცხალი იმაში სამოქალაქო კლინიკაში და შემდგომში იქ ადამიანი გარდაიცვალა. ასე იწერებოდა სტატისტიკა. ასე ამცირებდნენ სტატისტიკას და მაინც 200 ადამიანამდე ყოველწლიურად ესე იგი სტაბილურად დაფიქსირებული იყო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს ის ციხეების სისტემაა, რომელმაც ერაყული აბუ-გრეიბის მსგავსად წამების ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და ერთ-ერთი მიმართულება იყო სასურველი ქონების ხელში ჩაგდების ასეთი დამოკიდებულება სწორედ, ასეთი დამოკიდებულების გზით ხელში ჩაგდება. იქ უსტმის გახმაურებული ფაქტი ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი 19800 განცხადება შევიდა ქონების წართმევასთან დაკავშირებით, მათ შორის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა სწორედ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანით და პატიმრების ახლობლების ნოტარიუსთან მიყვანით და ღამის 3 საათზე გადაფორმებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის TBC ბანკის აი აქ ფიგურირების არაერთი შემთხვევაა ასევე დაფიქსირებული და მინდა მჯეროდეს, რომ როდესაც აი ეს დიდი პროცესი დაიძრება და ეს კომპლექსური პროცესია საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას, ამის შემდეგ დაიწყება კონკრეტული გამოძიება გენერალურ პროკურატურაში და გარკვეული პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებაშიც მიეცემიან, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც მოითხოვს, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის მინიჭება სისხლის სამართლის წესით. აი ამ პროცესში ვართ ახლა ბატონო ნიკოლოზ და რა თქმა უნდა, ეს არ არის უბრალოდ მუნიციპალური არჩევნების კარგად თუ ესე იგი დამაკმაყოფილებელ დონეზე შეფასება არ შეფასების საგანი. ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესებისთვის ღია სარკმელი. უნდა აღენიშნოს, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ არჩევნებს. არჩევნები შედგა
ისეთი შედეგით, რომლის მიმართ პრეტენზია არც ერთ მონაწილე სუბიექტს არ დაუფიქსირებია, გარდა უმნიშვნელო დარღვევებისა, და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, როგორც არჩევნების დადებითად შეფასების გარემოება, რამე თუ ამის შემდგომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა ვიზრუნოთ უკვე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კონგლომერატის შექმნაზე. დიახ, ქართული ოცნება როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ვისაც როგორი დადებითი დამოკიდებულება არ უნდა ქონდეს ამ პარტიის მიმართ, ეს არის სახელისუფლებო მონსტრი, რომელიც გარკვეულწილად გარყვნილია საკუთარი ძალაუფლებით და ამ გარყვნილებაში მე გულისხმობ პირველ რიგში ოპოზიციის არარსებობას. დიახ, ასია. ძალაუფლება რყნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყნის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და დემოკრატიული საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე სახელისუფლებო ძალას ჭირდება რეალური ოპოზიცია. აი მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც აი ეს ფსევდოოპოზიცია, დესტრუქციული ძალები ნაციონალური მოძრაობის სახით მოშორდებიან პოლიტიკურ სპექტრს და ასევე გახორციელდება გარკვეული ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ კანონში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ 3 მილიონიან 700,000-იან ქვეყანაში რეგისტრირებული გვყავს 226 პოლიტიკური პარტია. ეს არის ძალიან მანკიერი რუდიმენტი, არასწორი მარეგულირებელი ნორმის პრაქტიკული ასახვის შედეგი, ვინაიდან 226 პარტია ეს სხვა არაფერია თუ არა ძალიან სერიოზული манипуლირების შესაძლებლობა სახელისუფლებო პარტიების მხრიდან. ამას იყენებდა მოქალაქეთა კავშირი, ამას იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, ამას იყენებს ქართული ოცნება და ეს მარაზმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ბატონი ბიზინა ივანიშვილისთვის ფაქტი ახალი ოპოზიციური პოლიტიკური კონგლომერატის ჩამოყალიბებისა უნდა იყოს მოკლებული ნებისმიერ ილუზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეძლებს კონტროლი აიღოს ასეთ კონგლომერატზე. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის ადამიანები, ის სუბიექტები, რომლებიც აქტიურ პოლიტიკაში არიან ჩართულნი, გააჩნიათ პოლიტიკური საქმიანობისადმი ნდობის დადებითი მაღალი რეიტინგი, მოახდინონ კოორდინაცია ერთმანეთთან, განხორციელდეს ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და მოხდეს ფორმირება ახალი პოლიტიკური ძალისა. ძალისა, რომელიც იქნება საპირწონე სახელისუფლებო სისტემური პოლიტიკური ძალის, რომელიც დღესდღეობით ფაქტურად უალტერნატივოდ არის დარჩენილი ყოველგვარი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, კონტროლის გარეშე. ბატონ დიმიტრი, ძალიან საჭირო საკითხს შეეხეთ ზუსტად ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე, ან პირობითად ახალი ოპოზიციური ფონის შექმნაზე, რასაც აუცილებლად დაუბრუნდებით, მე ეს კითხვა მონიშნული მქონდა. ეხლა მიმდინარე მოვლენები, რომ ესე ვთქვათ, შევკრათ. გუშინ გავრცელდა ესეთი აუდიო ჩანაწერი, მით უმეტეს ჩვენ ვიხილეთ პაატა ბურჯულაძის გმირობა, როცა ის პრეზიდენტის სასახლის ღობეს უტევდა. დღეს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიც კი იყო და დაკავებული არის როგორც თავად ბურჯულაძე, ასევე როგორც თქვენ ახსენეთ ზოდელავა. ხომ არ ვწდები? დიახ. და კიდე მრავალი სხვა, მაგრამ აქ ეხლა ფაქტობრივად ძირითადი პრეტენზია იქნება არეულობის მოწყობა და ინიცირება და შემდეგ ამ ინიციატივაში თავად მონაწილეობის მიღება, მაგრამ იმ აუდიო ფაილს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა, მით უმეტეს აქ ამერიკაში, იმიტომ რომ ხმები გაიყო, ბევრმა თქვა, რომ ეს აუთენტურობა უნდა დადგინდეს, ბევრმა თქვა, რომ ეს სახელისუფლებო გუნდის მორიგი ხრიკია და ასე შემდეგ და მაგ რას ამბობენ, რამდენად ეს რეალურია, თუ ჯერ ამაზე ადრეა საუბარი. ამ აუდიო ჩანაწერის საერთოდ აუთენტურობაზე. იცით, მე ესე ვფიქრობ, რომ უნდა მივყვეთ ქრონოლოგიურად, როგორც განვითარდა მოვლენები ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. საიდან მოხდა ის ტელეკომპანია იმედში, ეს ჩვენთვის უცნობია. თავიდანვე ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტრონულ ფოსტაზე მათ მიიღეს ფაილი შესაბამისი წერილით,
რომ აუთენტურობა აღნიშნული ინფორმაციისა, ვიდეო ინფორმაციისა, ვიდეო ფაილისა არ არის დადასტურებული, შესაბამისად ისინი პასუხისმგებლობას აუთენტურობასთან დაკავშირებით ვერ აიღებენ, მაგრამ გამომდინარე განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჯარო ინტერესიდან, რომელიც იმ მოვლენებთან იყო პირდაპირ კავშირში, რომლის ეპიცენტრშიც ალბათ საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად იყო მიპყრობილი, მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გაეშვათ ეს ვიდეო, აუდიო ინფორმაცია, რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, გარკვეულ სახიფათო ინფორმაციას და მძიმე ინფორმაციასაც შეიცავს თავისი არსით, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდება და არც მექნებოდა სურვილი ახლა მასზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დროის დაკარგვისა და მასზე საუბრისა გამომდინარე იქიდან, რომ სანამ არ იქნება ეს ავთენტურობის დამადასტურებელი ფონოსკოპიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, მანამდე რთულია, ესე იგი, რაიმე ვამტკიცოთ. თუმცა შეგვიძლია რაღაც ფაქტები ერთმანეთს დაუკავშიროთ. სხვათა შორის, ის რაც დადასტურებულია და ის რაზეც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულება, ეს არის უკრაინიდან გამოგზავნილი და რამდენიმე ქვეყანა გამოვლილი მანქანიდან ამოღებული, სატვირთო მანქანიდან ამოღებული ჰექსოგენი, 2 კილო და 500 გრამი ჰექსოგენი, რაც თავისი არსით, როგორც ასაფეთქებელი ნივთიერება, ასეული ჯერადობით აჭარბებს თავისი დამანგრეველი ეფექტით ტროტილს და რომ 2 კილო ნახევარი ჰექსოგენიდან შეიძლება დამზადებულიყო ხელყუმბარები, თვითნაკეთი ხელყუმბარები, რომელსაც ექნებოდა განსაკუთრებით მძიმე დამაზიანებელი ეფექტი და რომ ჩვენ ამას ავსდით ამ ფაქტს, ჩვენი ძალოვნების და სპეციალური სამსახურების ძალიან თქვათ სერიოზულ დონეზე გაწეული სამუშაოების შედეგად ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მისასალმებელი. უნდა აღინიშნოს, რომ აი ხა როდესაც ჩვენ საუბრობთ ბატონ ნიკოლოზ, ზუსტად ეხლა რამოდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი მედია საშუალებებით, რომ თბილისის გარეუბანში აღმოჩენილია ძალიან დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება, ტყვია-წამალი, ხელყუმბარები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი თავისი მჭიდებით. ეს ვიდეო კადრები გავრცელდა, მე პირადად ვნახე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინსწრებით, რომელიც კეთდებოდა და შემდგომში უკვე ვიდეო ინფორმაციაც გავრცელდა ამასთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო და ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ერთიან, ვთქვათ, ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენებთან იყოს, ვთქვათ, კავშირში. რამდენად სერიოზულად შეიძლება განიხილებოდეს მზაობა ბურჭულაძის, ზოდელავასი და სხვა პირების, რომლებიც მიცემულნი არიან პასუხისმგებაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კაფიოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი მოეხდინათ რაღაც გარკვეული პროვოცირება რევოლუციური პროცესების შემდგომი ინსპირაციისთვის, მე ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რომ ვიფიქროთ, რომ ასეთი თავზე ხელაღებულობის მაგალითი იყო მაგალითად მურთაზ ზოდელავას განცხადება, რომელმაც მიიღო თუ არა სიტყვა, მოახდინა ძალიან სერიოზული ესკალაცია დაძაბულობის საზოგადოებაში და რომელიც საბოლოო, ესე იგი, ბოლო აკორდი იყო ის, რომ ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ პრეზიდენტის სასახლეში და ხელში ავიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები. ეს შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ვის რა ესაქმებოდა პრეზიდენტის სასახლესთან ორბელიანის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნიდან ბევრი ამაზე ალბათ არც დაფიქრებულა იმ მომენტში, თუმცა კიდევ ერთხელ ვემეორებ, აი მარკოზის სახარებაში რომ არის აღწერილი ღადარინელი ეშმაკეულის მდგომარეობა, რომელშიც ლეგიონი ბუდობს რა, მთელი ეშმაკებისა დემონებისა და რომლებიც უფლისგან გამოითხოვენ უფლებას, რომ ესე იგი ღორების კოლჩი შევიდეს. მე ბოდის მოვიხდი ასეთი ალეგორიისთვის. თუმცა არ შემიძლია არ თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც რაოდენობა თითქმის ერთნაირია იმ სუბიექტების, რომლებმაც დაასრულა თუ არა მურთაზ ზოდელავამ სიტყვა, იმ წამსვე თავქუთმოგლეჯილი გაიქცნენ პრეზიდენტის სასახლესთან, მოგლიჯეს ღობეები და შემდგომში პრეტენზია ჰქონდათ მათ უკან არსებულ სპიკერებს, რომ კი, მაგრამ იქო რატო არ დაახვედრესო
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიო. წარმოიდგინეთ, ესე იგი, უტიფრობის დონე რაზე გადის საერთოდ, მაშინ როდესაც ერთი პოლიციელი განსაკუთრებით ძიმედ დაზიანდა და რეანიმაციაშია და 10 პოლიციელი არის ასევე დაზიანებული და მათ ჩაუტარდათ სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა. აი ამ მივარდნის და თავდასხმის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. და იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულონ და ეს სპონტანური რაზე ქაოსზე გათვლილი, ქაოსის გამოწვევაზე გათვლილი განცხადება გააკრიტიკონ ბურჭულაძის და შემდგომ უკვე მურთაზ-ოდელავასი, ისინი კვლავ ცდილობენ აქეთ ისროლონ ტალახი. ეს ყველაფერი აღარ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ სოციალური ქსელები არის, რა ვიცი, დრტვინვას არის ატანელი მთელი სოციალური ქსელები, უშუალოდ მათი მომხრეებიც კი აკრიტიკებენ მათ ასეთი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო, რომელმაც არაფერი მოიტანა გარდა სრული დისკრედიტაციისა და შეიძლება ითქვას, რომ 4 ოქტომბერი არის ნაციონალური მოძრაობის დასამარების დღე. მათ ძალიან მძიმედ მოახდინეს ლიკვიდაციის წინა, ესე ვთქვათ, ქვით ლიკვიდაცია, სანამ საბოლოოდ მოხდება სამართლებრივი აკრძალვა მათი. აი უცნაური ის არის, რომ დღეს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ეკითხებოდა ზუსტად იმის მაგივრად, რომ აქცენტები გაეკეთებინათ ბურჭულაძისა და ზოდელავას ფაქტობრივად სამხედრო საბჭოს მსგავსად განცხადებების შედეგად, მით უმეტეს აი ეს ფაქტები, რაც თქვენ ბრძანეთ, ეხლა რაც იარაღი და ასაფეთქებელი ნივთები ნელა-ნელა გამოდის, იმაზე რა ქვია, სააშკარაოზე. აი ამ კითხვების მიუხედავად, ჟურნალისტი ეკითხებოდა პრემიერ-მინისტრს, რატომ არ იყო ჯეროვანი დაცვა პრეზიდენტის სასახლეში. წარმოუდგენელია, უთიფრობასაც საზღვარი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ ეხება დღევანდელ ოპოზიციას, საქართველოს ოპოზიციას გულისხმობ, მაგრამ ეს მათ სინდიზე იყოს. თუმცა ისინი სინდისიდანაც შორს არიან უკვე ბატონ დიმიტრი. ეხლა ყველაზე სინდისი მართლაც ისეთი ფაქტორია, რომლის არარსებობის შემთხვევაში ვერავის ვერაფერს ვერ მოთხოვდა, ამიტომ არის, რომ რაღაცა აბსურდულ არგუმენტს როგორც ხავს ისე ეჭიდებიან, მაგრამ მათი ზნეობა არის მართლაც ძალიან ძიმე ამ შემთხვევაში. პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველაზე დიდი როლი შეასრულეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლობა, კონკრეტულად მათ ელჩებმა საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? ფაქტობრივად მათ მხრიდან იყო წახალისება აი ამ პროცესებისა და ბევრი განცხადებაც გაკეთდა, რომ ისინი თურმე გვერდში უდგანან, მხარს უჭერენ ქართული ოპოზიციის დემოკრატიულ ზრახვებსა და ქმედებებს. აი ამ ფაქტების მერე, რაც ახლა მედიაში დაიდო, რაც მედიით გავრცელდა, რაც უამრავი ფაქტის თავად თვითმხილველი გახდა მრავალი თბილისელი. აი ამის მერე, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ამ დიპკორპუსების საქმიანობაში? შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მკვეთრი მოთხოვნები დაუწესოს მათ, ან შეიძლება თავად მიხვდნენ, რომ დაუშვათ უკვე ზედმეტები მოუვიდა და შესაძლებელია საგარეო პოლიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან სწორად დასმული აქცენტია თქვენ შეკითხვაში. ჩვენ პირველ რიგში გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე აღარ ერიდება ამ მავნე ფიგურანტების დასახელებას, მათ შორის ევროკავშირის ელჩი უკვე არაერთხელ იქნა პრემიერ-მინისტრისგან მხილებული იმ დესტრუქციული ქმედების მხარდაჭერაში, რომლითაც როგორც დაუსჯელობის სინდრომით ფაქტურად სარგებლობდნენ გუშინდელ დღემდე, შეიძლება ასეც ითქვას, ეს ადეპტები გლობალისტების, ეგრეთ წოდებული deep state-ის, გნებავთ, ესეც შესაძლებელია იქნეს გამოყენებული ეს ტერმინი მათთან მიმართებით და მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის წარუმატებელი ხელისუფლების დამხობისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ განხორციელებული წარუმატებელი სპეცოპერაცია ჩავარდა ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი მათი მხარდამჭერი საელჩო, იქნება ეს გერმანიის საელჩო, ჩეხეთის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისია მთლიანად დიპლომატიური ხმას არ იღებენ, გაჩუმებულები არიან. აბსოლუტურად სათქმელი არაფერი აღარ აქვს ბატონ ნიკოლოზ. ეს არის მთავარი ილუსტრატორი მაგათი. სათქმელი არაფერი აღარ აქვს. ეხლა რამე რომ მომხდარიყო ისეთი, რომ ხელისუფლებას წამოეწყო, თქვათ, პროცესი
ძალადობრივი აქტის განმახორციელებელი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მაშინ ისინი იმ წამსვე ალაპარაკდებოდნენ, იმ წამსვე დაიწყებოდა უკვე განცხადებების კეთება, კი არა, მოვლენების ეპიცენტრში აუცილებლად აღმოჩნდებოდა ევროკავშირის და გერმანიის ელჩები აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ ახლა, როდესაც ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან სერიოზული სწორი ტაქტიკა, არ ჩაერია მათი საპროტესტო მუხტის, ასე ვთქვათ, საბოლოო ფორმირების საკითხშიც კი და როდესაც მოხდა მათი მხრიდან სამართალდარღვევა, ზუსტად მაშინ მოახდინა ამ დარღვევის პრევენცია. შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იმ კვალიფიკაციის ფარგლებში მიეცა პასუხისგებაში, რომლის დანაშაულის ჩადენის თანამდებიც ის აღმოჩნდა და აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე პირს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, როგორც არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების დამხობის, ასე ვთქვათ, დანაშაულში მიუძღვის ბრალი. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურ ასპექტსაც გულისხმობს და ცხადია, ახლა ძალიან ბევრს ფიქრობენ გლობალისტები, თუ როგორი შეფასება უნდა მიცენ. გააკრიტიკონ, გაკრიტიკების არავითარი საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ კრიტიკის საგანი არ არსებობს ხელისუფლებას წაუყენო რაიმე პრეტენზია, რატო შეაჩერე რევოლუციის განხორციელება შენ ქვეყანაშიო რა. იმიტომ რომ მათ არ ეგონათ, რომ ჩვენი სპეციალური დანიშნულების ძალები და პოლიცია იქნებოდა ისეთი ერთსულოვანი და მონოლითური, როგორც ის აღმოჩნდა და აღმოჩნდა როგორც არასდროს ძლიერი. იმიტომ რომ მართლაც საოცარი სიმშვიდით, საოცარი რაციონალური ძალების გამოყენებით მოხდა რევოლუციური პროცესის აღკვეთა. და რაც ყველაზე მთავარია, ქაოსს არ მიეცა გასაქანი. და ეს ლოკალური წერტილები, სადაც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ბრუტალური მეთოდები გამოეყენებინათ ცეცხლის გაჩაღების გზით და ძალიან დიდი ზიანი მიადგა, მინდა გითხრათ, რეაბილიტირებულ მოედანს ორბელიანის ქუჩაზე. იქ ძალიან ბევრი კაფე, რესტორანი იყო, საკმაოდ მაღალი დონის, ერთ-ერთი მიშლენის კატეგორიის რესტორანიც მოყვა იმ დარბევაში და მთელი ავეჯი, მთელი ინფრასტრუქტურა უბრალოდ გამოიტანეს გარეთ, დასაწვავი დაწვეს, გასატეხი გატეხეს, გასანადგურებელი გაანადგურეს და ალბათ ხელს გასაყოლებელი კიდე ხელს გააყოლეს ხა. ალბათ ამის გარეშეც არ იქნებოდა იმდენად დიდი მასობრივი ხასიათის მრავალ წერტილოვანი, ასე ვთქვათ, ქაოსური მოქმედებები განახორციელა აიქ მოვარდნილმა მომიტინგენთა ნაწილმა. და რომლებსაც როგორც მოგახსენეთ, გაეცათ ადეკვატური პასუხი. რა თქმა უნდა, ამ პასუხთან დაკავშირებით არანაირი სპეკულაციისთვის სივრცე აღარ არსებობს. ასე რომ დაველოდოთ საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ განცხადება და იმედოვნოთ, რომ ამ განცხადებაში პირველად მაინც დაფიქსირდება ერთგვარი ტოლერანტული დამოკიდებულება ხელისუფლების მოქმედებების მიმართ. პრობლემაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაშური სიზუსტით ჩაატარა სპეცოპერაცია და აღკვეთა წინასწარ დაგეგმილი, ესე იგი, ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებები. ყველაზე სამწუხარო ის არის ბატონო, იმიტომ რომ ზუსტად ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში და ელჩები ყველაზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენენ ზუსტად ახალგაზრდებზე, თორე ვინც ახლა ვაწმოსვილი პოლიტიკოსია, პირდაპირ თუ გნებავთ ირიბი გაგებით, მათზე ზემოქმედება მხოლოდ ანგარებით შეიძლება, მაგრამ ის ახალგაზრდები, ვინც ახლა ვიხილეთ ჩვენ გუშინ ამ არეულობებში, ყველანი იყვნენ ფაქტობრივად წახალისებული ევროპის ელჩების მხრიდან. აი ეს არის ყველაზე სამწუხარო. თორე ზოდელავა, ბურჭულაძე, ასე შემდეგ ისინი თავის პასუხს გაცემენ კანონს, მაგრამ აი ეს ახალგაზრდებია ყველაზე მტკივნეული, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები ზუსტად წარმოადგენენ საქართველოს საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს და ყველაზე ტრაგიკული ეს არის და ევროპა კიდე სამწუხაროდ უვიზო რეჟიმის შეჩერების სანაცვლოდ ესეთ მანიპულაციებს ჩადის საქართველოში, რაც წარმოუდგენელია. აბსოლუტურად გეთანხმებით. პოლიტიკური კლასის გაახალგაზრდავების პროცესი არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა გაუგებრობაში, აღმოჩნდა მძევალი ამ კოლექტიური მურთა ზოდელავების და პაატა ბურჭულაძეების ხელში, რომლებმაც თავიანთი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე მოახდინეს
ერთის მხრივ სრული ილუსტრაცია და მეორეს მხრივ დასამარება საკუთარი პოლიტიკური ძალებისა და სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი გულწრფელი პროტესტის მატარებელი ახალგაზრდის ასე ვთქვათ, პროტესტს მიაყარეს ამავე დროს მიწა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ უფლება რაღაცა აპროტესტონ, ქუჩაში გამოვიდნენ და იყვნენ მაქსიმალურად შეურიგებლები. არა, იმიტომ რომ ჩვენც იმ ახალგაზრდობიდან მოვდივართ, როდესაც კომუნისტური რეჟიმის მსახვრალი ხელის მიმართ იქნებოდა ეს დავით გარეჯში წარმოებული სროლების აკრძალვა, იქნებოდა სხვა მნიშვნელოვანი აქტები, გამოდიოდით საპროტესტო აქციებით და ჰქონდა ჩვენი საზოგადოებები, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა საზოგადოებები, რომელშიც თავმოყრილი ახალგაზრდობა სადისკუსიო კლუბის ფარგლებშიც, მათ შორის სტუდენტობის დონეზე, სტუდენტური კავშირების დონეზე ახორციელებდა თავის პოზიციებს. დღეს ჩვენი ახალგაზრდობა დგავს პირველ ნაბიჯებს პოლიტიკურ ასპარეზზე. და რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევა, როდესაც მათ მოუწევთ როგორც საკუთარ შეცდომებზე სწავლა ჭუის, ისე მოუწევთ იმათ შეცდომებზე სწავლა, რომლებსაც ჯობდა რომ საერთოდ არ გაკარებოდნენ და რომელთანაც არ უნდა ქონოდათ საერთო ერთიანი მიზნის მიღწევის გზაზე. თორე რა აღმოჩნდა, რომ ბურჭულაძეებმა და ზოდელავებმა, ნაცნობურმა მოძრაობამ და მათ უკან არსებულმა დამფინანსებლებმა და ორგანიზატორებმა ისარგებლეს სწორედ ახალგაზრდობით. და ახალგაზრდების სტიქიური ძალის გამოყენების გზით შეეცადნენ განეხორციელებინათ საკუთარი პოლიტიკური ავანტიურა. ამას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. კარგია რომ გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ახალგაზრდობა ამას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწორედ ამაზე აპელირებს, როდესაც ამბობს, რომ ისინი უკვე არავითარ შემთხვევაში აღარ დაუკავშირებენ თავიანთ პროტესტს პოლიტიკურ პარტიებს და რომ ეცდებიან საკუთარ წიაღში შექმნან გარკვეული პოლიტიკური კონგლომერატები, რომლებიც შემდგომში უკვე ცივილური პოლიტიკური ბრძოლის გზით შეეცდებიან მიაღწიონ თავიანთ ამოცანებს. ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ციხეებში სხედან, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათ დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეებში ყოფნა და ის შინაგანი მუხტი, ის გამოცდილება, ის აღქმა, მსოფლმხედველობრივი პრიზმა, რომელშიც ისინი ხედავენ საქართველოს მომავალს, საბოლოო ჯამში გაზრდის მათ როგორც პოლიტიკოსებს და შესაძლებლობას მისცემს, რომ ასევე ცივილური გზით, თქვათ, შემოუერთდნენ ქართულ პოლიტიკურ ფერხულს და გაუმარჯოს ახალგაზრდობას, გაუმარჯოს ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ასეთი ცივილური გზით მიაღწიონ მიზნებს და არა იმ ბრბოს, რომლის შედარების ანალოგია ჩვენ სწორედ აი იმ ღადარინელი ეშმაკეულის მდგომარეობისკენ ასე ვთქვათ, მიგვანიშნებს და პირველი იმპულსი, რაც მე მაგალითად მომივიდა პრეზიდენტის სასახლისკენ გაქცეული ბრბოს შემხედვარე, იყო სწორედ ეს, თურმე რამხელა ძალა ქონია მაინც სიტყვას. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს სიტყვა დემონიზირებულია და ნაკარნახევია მართლა ბოროტი განზრახვებით, მას ძალიან ბევრი მიმდევარი შეიძლება გამოუჩნდეს, რომლებიც აი მღურის კოლტივით შეიძლება გადაიჩეხოს ხევში. მე მაგალითად მივესალმებოდი, რომ ახალგაზრდების საპროტესტო მუხტი ეძღვნებოდეს სოციალურ თემებს. ეს მისაღები იქნებოდა და ალბათ კარგიც არის. ხვდებით, პენსიებს, ხელფასებს, უამრავ რამეზე, აი უამრავ სოციალურ თემაზე. და აი ამის ნაცვლად ახალგაზრდების მუხტი იხარჯება იმაზე, რომ ბურჭულაძე და ზოდელავას წაქეზებას ხმარდება ეს ასე ვთქვათ, ახალგაზრდული მუხტი. იმის ნაცვლად, რომ სოციალური თემები წამოწიონ წინ და რეალური ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. და არა მხოლოდ სოციალური თემები, ნებისმიერ ხელისუფლებას. დიახ, აი ფუნდამენტალური საკითხებით რო დავიწყოთ, რომ ქვეყანას არ გააჩნია თავისი იდეოლოგიური მდგენელი. იდეოლოგია არ გააჩნია ქვეყანას და რა თქმა უნდა, იდეოლოგიაზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. და მაშინ უნდა იღებდნენ ადამიანები, ახალგაზრდები მონაწილეობას. უნდა იყვნენ დაცლილები ყველანაირი კონიუნქტურული ზეწოლისგან და ყოველი მათგანი, გნებავთ ძველგაზრდა და გნებავთ ახალგაზრდა, უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს ისტორიული მეხსიერებიდან და მის მომავალს უნდა განსაზღვრავდეს აწმყოში სწორედ ამ ინტერესების კარნახით. ეს არის მთავარი, ეს არის ეროვნული კონსენსუსი. ვინმე რომ მიახტეს, თქვათ, უკაცრავად გამოთქმაზე მიახტეს თქო, ვამბობ, ესე იგი, სოციალურ თემატიკას,
ვიღაცა მიახდეს ენერგეტიკას, ვიღაცა მიახდეს კიდე სხვა სფეროებს არა ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებისა, საბოლოო ჯამში გამოგვივა კრილოვის იგავარაკი, ლебедь რაგდაშჩუკა. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცით უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ისეთით, რომელშიც გვექნება ეროვნული თანხმობა, ეროვნული კონსენსუსის საგანი. რა არის ეროვნული კონსენსუსის საგანი? პირველი, ეს უნდა იყოს იდეოლოგია, ეროვნული და მეორე, ეს უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. აი ამ ორ სარწყის წერტილზე თუ ვაგებთ ჩვენს ურთიერთობას და თანხმდებით, რომ ჩვენ ქართველები გამოვდივართ პირობითად 20 თეზისიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ჰარმონიული შემდგომი განვითარება იდეოლოგიური მდგენელისა და უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით, შემდგომში ვიწყებთ უკვე სოციალური პოლიტიკის, განათლების სფეროს, ენერგეტიკის სფეროს და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების, როგორიც არის მაგალითად იგივე სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, რომელიც ერთმანეთისგან არ შეიძლება იქნას დაშორებული, ვინაიდან გეორგია ვართ, აგრარული ქვეყანა ვართ და მიწათმოქმედთა ქვეყანა ვართ და ქვეყანა ვართ, რომელსაც 200 ენდემური ჯიშის ხორბალი და 400 სახეობის ყურძენი გააჩნია და ღვინის სამშობლოდ ითვლება ყველაზე, ასე ვთქვათ, ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებშიც კი, იქ სადაც პრეტენზია აქვს იგივეზე, მაგრამ საბოლოოდ უკვე აღიარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველაფერი არ დაგვრჩენია თუ არა, მიუხედავად ამ ჩვენს პრიორიტეტებს და პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი მართლა უნდა იყოს განათლების სისტემა. ვინაიდან ჩვენ არც ნავთობის ქვეყანა ვართ და არც სხვა ბუნებრივი წიაღისეულის, ჩვენი მთავარი წიაღისეული ეს არის ინტელექტი და ქართული ინტელექტი დღეს ემსახურება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მოწინავე ინდუსტრიებს და მოწინავე სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესებში იღებენ მონაწილეობას. ხო შეიძლება ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს საქართველოსთან და საქართველო გახდეს ჰაბი, სწორედ ინტელექტუალური, საგზაო, ენერგეტიკული და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთად. მართლაც მუზეუმი ვართ ღიაცის ქვეშ, მუზეუმი ვართ და უნდა ვიყოთ აღიარებული კიდეც ესე როგორც ქვეყანა ხელშეუხებელი მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური მოტივები ისეთ დონეზე, რომ არანაირად კითხვის ნიშანი არ უნდა ჩნდებოდეს აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, რომ სეპარატისტული რეგიონების მიმართ არსებობდეს მხარდაჭერის ობიექტური რეალობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ამისთან რაღაც არ უნდა არსებობდეს. ამისთვის საჭიროა ჩვენი ეროვნული თანხმობის მიღწევა. პირველ რიგში, რომ საქართველოში ესეთი პოლარიზებული ურთიერთდაპირისპირებული ზიზღნარევი, სიძულვილნარევი დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ვიღაცას რუსეთუმეს უწოდებენ, ვიღაცას პროდასავლელს უწოდებენ და ვთქვათ LGBT იდეოლოგიის მიმდევარს და გენდერული პოლიტიკის დამცველს, ხომ არსებობს რაღაცა გარკვეული წითელი ხაზები, რომელშიც ჩვენ ქართველებმა შეგვიძლია მოვაქციოთ ჩვენი ქცევის მოდუსი, პოლიტიკური ქცევის მოდუსი. და ვიფიქროთ ამაზე და ამას ჭირდება, რა ვიცი, ბრძნული პოლიტიკის გატარება. პირველ რიგში, აი როგორც ადრეც მithქვამს, რომ ელექტრული ძაბვა ფიზიკური განმარტებით არის პოტენციალთა შორის სხვაობა. რაც უფრო დაბალია სხვაობა, მით უფრო ნაკლებია ძაბვა. შესაბამისად, იმისთვის რომ გამართული ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არსებობდეს ქვეყანაში, საჭიროა ოპოზიცია, საჭირო უკომპრომისო ოპოზიცია, უკომპრომისო ხაზუსვა, რომელიც არ მისცემს მოსვენებას ხელისუფლებას და ეს ოპოზიციური სპექტრი მოწოდებული უნდა იყოს არა დესტრუქციაზე, არამედ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობაზე. და კონსტრუქციულ ოპოზიციონერებაზე მოწოდებას დაჭირდება სწორედ ეროვნული თანხმობის დოკუმენტის შემუშავება, რის ფარგლებში ვახორციელებთ ერთმანეთის მიმართ ოპონირებას. რის ფარგლებში? კი არ ვიგონებთ თემებს, ამ თემებზე ვმუშაობთ, ვადგენთ ასე ვთქვათ, ეროვნული საფრთხეების შემცველ დოკუმენტს, რომელსაც ავსახავთ კონსტიტუციაში. ბატონ ნიკოლოზ, კონსტიტუცია სხვა არაფერია თუ არა საფრთხეების დეკლარაციის დოკუმენტი, ძირითადი საფრთხეების და ძირითადი გამოწვევების, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ამიტომ კონსტიტუციაში რო გვიწერია მაგალითად, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე და სხვა მხრივ ქვეყნის გახედვა ეს არის ღალატი, ესე იგი ამ ისტორიული არჩევანისა, ეს არის ნონსენსი. იმიტომ რომ გარდამავალი პოლიტიკური დებულებების ასახვის ადგილი კონსტიტუცია არ ყოფილა არასდროს და არც უნდა იყოს თუ შენ არ ახარ მართლა კოლონია მეტროპოლიის თვალში და თუ შენ მართლა არ აკავს გარე მართველი და თუ არ იმყოფები გარე მართვაზე, რაშიც ნამდვილად მიმყოფებოდით და დღეს არის პირველი ნაბიჯები იმისკენ რომ უნდა გამოვძვრეთ აი ამ გარე მართვის
კლანჭებიდან და მარწუხებიდან არა. ამიტომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები რო განხორციელდეს, საჭიროა აი ამ ეროვნული თანხმობის კონსენსუსის მიღწევა და საპარლამენტო ისეთი უმრავლესობის შექმნა, რომელიც მოემსახურება ამ იდეოლოგიას, მოემსახურება უსაფრთხოების კონცეფციას და მოემსახურება შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ აწარმოოს საგარეო ჯვარსახოვანი პოლიტიკა, როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ისე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და იყოს ხიდი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის. მე მგონი ეს ისეთი საკითხია, რომლის გარშემოს ღრმა ყოვლისმომცველი დეტალური ანალიზი საბოლოოდ მიგვიყვანს ჩვენ ქართველებს ასეთი კონსენსუსისკენ, კონსენსუსთან. უდაოდ. ეხლა ბოლო პერიოდში ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად ესე დავარქვათ, შიდა წმენდის ხარჯზე ბევრი ფარული პრობლემა წამოწია წინ და თავადვე უმკლავდება, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია, რასაც რითიც ალბათ ოპოზიცია სარგებლობდა, იყენებდა ამას როგორც სოციალურ ფონად, თუმცა მე საბოლოო ჯამში მაინც გადაყავდა პოლიტიკურ პაექრობაში, რის შედეგიც გუშინ ვიხილეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თვითწმენდა დაიწყო. ბატონ დიმიტრი, თქვენ რას ფიქრობთ? აი რა შეიძლება, რა უნდა გაკეთდეს კიდევ იმისთვის, რომ დავუშვათ 2028-მდე ჩვენ მშვიდად და ასე თქვათ, მომავლის ხედვის იმედით მივიდეთ. თუ ეს მაინც შესაძლოა მივიდეს იქითკენ, რომ 26-ში ან 27-ში არსებულ რეალობიდან გამომდინარე უფრო სწორედ რიგარეში არჩევნებამდე დადგეს საკითხი ამ ყველაფრის მოგვარებისა. ყოვლისმომცველი ძალიან კომპლექსური კითხვა, დიდი მადლობა ამ აქცენტებისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ პრემიერის განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი პრიორიტეტი დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის ანტიკორუფციული მოღვაწეობა და კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა. რამ აიძულა პრემიერი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა? აი სწორედ იმან აიძულა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, რომ ნებისმიერი რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით იყოს აღჭურვილი ხელისუფლება, ირყმნება ეს ხელისუფლება ოპოზიციის არარსებობის პირობებში. და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვის მინისტრი დაკავებულია ძალიან სერიოზული კორუფციით, რომელსაც უკვე საბოტაჟის ნიშნებიც აქვს, იმიტომ რომ თავდაცვის ბიუჯეტში ფათური სხვა არაფერია თუ არა სერიოზული საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ათეულობით მილიონი არის დატაცებული. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასევე ათეულობით მილიონი დატაცებულია ჯანდაცვის სამინისტროში და ყველა ასე მილიარდერ სამინისტროებში, სადაც უზარმაზარი ასე ვთქვათ, ბიუჯეტები არსებობს, არის ათეულობით მილიონი ლარი გაფლანგული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ გაფლანგვის უკან გარდა მერკანტილური პირადი ინტერესებისა არსებობს გარკვეული პოლიტიკური მოტივებიც ძალაუფლებაში მოსვლის, ოპოზიციაში გადასვლის, ამ ოპოზიციაში გადასვლის ფინანსური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის და ასე შემდეგ. ეს ადამიანები რეალურად ემზადებოდნენ არა მარტო გამდიდრებისთვის, არამედ ემზადებოდნენ ამ გამდიდრების ამ სიმდიდრის სტატუსის დასაცავად. რომ არსად არ წასულიყვნენ შორს პოლიტიკიდან და მაქსიმუმ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში და მინიმუმ გადასულიყვნენ ოპოზიციაში, ისე რომ ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონოდათ. ეს იყო მათი ამოცანა. და ეს შეთქმულება იქნა გახსნილი პრემიერ კობახიძის მიერ და მისასალმებელია, რომ რკინისხევის პოლიტიკის გამოყენების გზით ხდება მხილება მთელი ამ სისტემის, რაც არის მხოლოდ დასაწყისი, მინდა გითხრათ. დასაწყისი. მე მაგალითად მაქვს შეკითხვები კულტურის დღევანდელ მინისტრთან, ქალბატონ თინათინ რუხაძესთან, ხო, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. როდესაც ის მინისტრად დანიშნვამდე იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის მრჩეველი და ეს ორგანიზაცია იღებდა მილიონიან გრანტებს სახელმწიფოსგან და ქალბატონ თინათინს ჰქონდა ხელფასი 20,000 ლარის ოდენობით. ეს ხო იგივეა, რომ ფული გაათეთრო ბიუჯეტიდან, არა, რეალურად ეგრეა. კითხვები მაქვს მაგალითად სპორტის მინისტრთან. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი თქვენ ახლა ძირძველი თბილისელი ხართ, მრავალი თაობით და კარგად გახსოვთ თქვენ SKY-1, SKY-2 არა, ორი დიდი სპორტული კომპლექსი, კარიშხალე
ერთს და მეორე ქარიშხალა 1, ქარიშხალა 2, ბურევესნიკები, დიახ. და გახსოვთ თქვენ, რამხელა კომპლექსებზია ლაპარაკი, ხა. როდესაც შენ მინისტრი ხარ და შენი მინისტრობის პერიოდში ინგრევა ესეთი დიდი სპორტული კომპლექსი და მის ადგილას იწყება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და რომლის მშენებლობის მთავარი მენეჯერი არის შენი ღვიძლი ძმა და რომელთან ურთიერთობის გარკვეული ნახევრად ლეგალური გზებით შენს ჯიბეში და შენს ანგარიშებზე აღწევს მილიონობით ლარი, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით შენ ანგარიშვალდებული უნდა იყო ქვეყნის და საზოგადოების წინაშე და მე თუ მკითხავთ, ეხლა ეს რაზეც მე ხა ვისაუბრე, უნდა იყოს სწორედ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი მთავრობის ხდომაზეც. იმიტომ რომ თუ კი არსებობს ნება იმისა, რომ ებრძოლონ კორუფციას, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო ხასიათის ბრძოლა და ჩემიანი, შენიანი და ხელდასაფარებელი და ნაკლებ გადასაფარებელი არავინ არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს მართლაც კამპანია ანტიკორუფციული გენის გამოსავლენად. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი გზახსნა, გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ჭაობში არ დარჩეს, მაგრამ როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი აწარმოოს ესეთი ანტიკორუფციული საქმიანობა, სანამ მას არ ეყოლება კონსტრუქციული ჯანსაღი რეალური ოპოზიცია, ნამდვილად ილუზიის ტყვეობაში უნდა დარჩეთ, რომ ამტკიცოთ, რომ ესე იგი ესეთი ბრძოლა მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს. ასეთი ბრძოლის მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება ძალიან დაბალი. და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ბატონ დიმიტრი, ყველაზე აქტუალური თემა. პრინციპში ყველა აქტუალური თემა იყო, მაგრამ ყველაზე აქტუალური ჩვენთვის ის არის, რომ იქნება რიგარეში არჩევნები თუ 2028-ს დაელოდება ქართული საზოგადოება. თქვენ როგორ ხედავთ? ახალი ოპოზიციური ფლანგის კონტურები ჩანს? მე ბუნებრივია არ მაინტერესებს სახელები, გვარები, უბრალოდ ეს ვითომ ოპოზიცია ალბათ ისტორიაში ჩაბარდება, მით უმეტეს ქალბატონ თეატრულოკიანის საგამოძიებო კომისია ალბათ საკმაოდ წონად დასკვნებს დადებს და შემდეგ სასამართლო ამაზე იმსჯელებს და აი ეს სივრცე რომ გამონთავისუფლდება. თქვენ როგორ ხედავთ ამ 28 წლამდე შესაძლოა რომ ჩამოყალიბდეს ესეთი წონადი ოპოზიციური ფლანგი თუნდაც შეიძლება. დიახ, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ბატონ ნიკოლოზ. ძალიან სწორად დასმული აქცენტია თქვენ შეკითხვაში, იმიტომ რომ როდემდე უნდა გაგრძელდეს ისეთი პარლამენტის მოღვაწეობა, რომელსაც 61 გამოკლებული მანდატი აქვს. ეს არის აბსოლუტურად არავალიდური პარლამენტი, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ვერ პასუხობს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს, ის ვერ პასუხობს სახელმწიფოს ინტერესებს და საჭიროა, რომ შეივსოს ან მანდატები, ან მოხდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების გადათამაშების გზით, უკვე სრულიად ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნა, ახალი ტიპის პარლამენტის შექმნა, რომელშიც პოზიცია და ოპოზიცია აბსოლუტურად გამიჯნული იქნება და მოწოდებული იქნება იმისკენ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე აიღონ კოლექტიური პასუხისმგებლობა. ღმერთმა მოგვასწროს აი ამისთანა დღეს, როდესაც საქართველოს ეყოლება ჯანსაღი პარლამენტი, რომელშიც იქნება დისკუსია სწორედ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ნორმებთან დაკავშირებით, დებულებებთან დაკავშირებით, იქნება ცხარე პაექრობა სოციალური პოლიტიკის, განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საგარეო პოლიტიკის, საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით და ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი, იქ სადაც შეჯიბრებითობის პრინციპის გამოყენების გზით სპოუქსმენები, მოლაპარაკე თავები, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები შეძლებენ, რომ პარლამენტი აქციონ საპაექრო სივრცეთ. აი ნეტა ღმერთმა მოგვასწროს ამისთანა პარლამენტს და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ეს არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ხელისუფლების კეთილნებას. არა, უკვე უნდა დავიწყოთ ფორმირება ახალი რეალური პოლიტიკური კონგლომერატისა, რომელსაც ექნება პრეტენზია იყოს ჯანსაღი ოპოზიცია არსებული ხელისუფლებისა და მასთან ასეთ პოლიტიკურ პაექრობაში მიაღწიოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, დანიშვნის შემდგომ, ჩატარების შემდგომ უკვე შექმნას ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში. ძალიან კარგი რომ მსგავსი პლატფორმა არსებობს, რასაც მე თქვენს მივყვები თავიდან ბოლომდე და თქვენს კომპეტენტურ დასკვნებსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ.
მიხარია ნამდვილად არსებობს ბატონ ნიკოლოზ მაპატიეთ გაგაწყვეტინებთ დიახ სწორად შეეხეთ თქვენ ამ პლატფორმის არსებობა არ არსებობის საკითხს მე მინდა დაგიდასტუროთ რომ ასეთი პლატფორმა არსებობს ასეთი გარკვეული კონსულტაციები სუბიექტებს შორის არის დაწყებული პროცესი და ეს ის შემთხვევაა რომელიც აი სწორედ ელოდებოდა 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წარმატებით მშვიდობით და სტაბილურად ჩატარებას და დასრულებას ვინაიდან მხოლოდ მუნიციპალური არჩევნების როგორც სამშვიდობო სტაბილურობის გარანტი პლატფორმის არსებობის პირობებში არის შესაძლებელი ვიფიქროთ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე უკვე საპარლამენტო დონეზე. ამიტომ პირველი საფეხური დაძლეულია მუნიციპალური არჩევნების სახით და ახლა უნდა დავიწყოთ მართლაც ფორმირება ახალი პოლიტიკური კონგლომერატისა, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას როგორც პრეტენდენტი რეალური ოპოზიციური სპექტრისა და შემდგომში რა თქმა უნდა იმ ამბიციის მატარებელი რომ აიღოს ქვეყნის მართვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა ამის გარეშე ეს არ იქნება. მოხარული ვარ ამის გაგების და მე მსურს რომ სავარაუდო მომავალ საქართველოს პარლამენტში როგორც საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელ ვექტორებზე ისაუბროს საკანონმდებლო ორგანო, ასევე იყოს საუბარი სოციალურ პროგრამებზე და რას გულისხმობს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, უпростоრედ ჩვენი თანამემამულე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თქვენ ნახავთ კიდეც ამას, როცა თავად იხილავთ, ძალიან ბევრს სულ დაბრუნება. მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემების გამო ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ იცით ეს რასთან არის დაკავშირებული, ეს დაკავშირებული არის მარტივად სოციალურ ფონდთან. თუ საქართველოში სოციალური ფონი გამოსწორდება და ამაზე უნდა იზრუნოს ალბათ მომავალ პარლამენტმა. მე ასე მესმის და ასე ვხედავ. ძალიან დიდი ნაწილი ეროვნულ პლატფორმაზე ყოფი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში დაბრუნდება, რაც ქვეყანას სჭირდება. რასაც ჩვენ აქ ბატონ დიმიტრი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში ფულს რიცხავთ შემოსავლების სახით, ხო? მე ვთვლი რომ ეს არის წარმოუდგენლად დიდი დანაკარგი საქართველოს ბიუჯეტისთვის. როცა ჩვენ შეგვიძლია რომ აი ის თანხები რაც ახლა ჩვენი მეშვეობით ივსება ამერიკის ბიუჯეტი, ასეთივე წარმატებით შეივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი. ამას აქ ერთადერთი დამამკვირვებელი რამ სოციალური ფონი. უნდა იყოს სოციალური დაცულობა მაქსიმალურად. ეს არის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პოლისები, ეს არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის აწევა და კიდე თქვენ იცით ეს რა არის სოციალური პაკეტი. და მე მოხარული ვიქნები თუ ამაზე იზრუნოს მომავალი პარლამენტი. არ აქვს მნიშვნელობა ეს 26-ში მოხდება თუ 28-ში, იმიტომ რომ ამ ხალხის დაკარგვა არის წარმოუდგენელი და მეც მათ შორის ვარ და აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონ ნიკოლოზ. დაბრუნება და კიდე უამრავს ჩემნაირს. სამართლიანი სწორი სოციალური პოლიტიკა გულისხმობს იმ სოციალური პროგრამების ამოქმედებას, რომელიც გამყარებული და გაძლიერებული უნდა იყოს და მხარდაჭერილი უნდა იყოს ბიუჯეტიდან. ბიუჯეტის შემოსულობები კი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, იმ საგადასახადო პოლიტიკაზე და არასაგადასახადო სეგმენტზეა დამოკიდებული, რომლითაც ხდება ბიუჯეტის ფორმირება. შესაბამისად, ეკონომიკური აღმავლობის ესე იგი სტაბილური დინამიკის დაცვის გარეშე შეუძლებელია ოცნებაც კი ესე იგი სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე ქვეყანაში. თუმცა 3.700.000 ქვეყნისთვის, რომელსაც ექნება მზარდი პოლიტიკური დინამიკა, რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანა და ამაში 100%-ით გეთანხმებით, რომ ისეთი მიმზიდველი სოციალური დაცვის გარემო შეიქმნას, რომელიც პირველ რიგში იძულებით გადაადგილებულ პირებს რომლებსაც ძალიან ბევრ მათგანს, მე ვიცი, ძალიან ბევრი საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ძალიან ბევრი. მარტო იმიტომ არის იძულებით იქ სტრასბურგში მაგალითად მცხოვრები, რომ ის ჯანდაცვის კონკრეტული პროგრამა საქართველოში მატერიალური სიდუხჭირისა და არასწორი თქვა მიდგომების შედეგად თავის დროზე ვერ წყდება ასეთი პაციენტების სასარგებლოდ. ეს არის ობიექტური გარემოებები, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მისაღები და რაც შეეხება კიდევ ერთ კომპონენტს, მე მინდა გითხრათ, ადრე მე ვიყავი ინიციატორი საერთო საგანმანათლებლო კერის შექმნისა სამედიცინო სფეროში ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში რა მიზნით იცით, რომ ეს ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია თურქეთს
ობიექტურად შეგვიძლია ჩამოვართვათ თუ კი ქართული და პოსტსაბჭოური სამედიცინო სკოლის სიძლიერეს გავითვალისწინებთ და ქართული სამედიცინო სკოლა პოტენციალში არის ძალიან ძალიან სერიოზული შესაძლებლობების მქონე. მას ჭირდება უბრალოდ მიხედვა, დაფინანსება, მხარდაჭერა და პოლიტიკური ნება იმისა, რომ სამედიცინო კლინიკები, რომელიც მაგალითად ონკოლოგიური დაავადებულებისთვის არასათანადო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა და ძალიან ბევრი ადამიანი მიდის მაინც თურქეთში სამკურნალოდ, რომ მოხდეს როგორც კლინიკური მკურნალობის პროცესის, ასევე სარეაბილიტაციო პროცესების გავლა საქართველოში. ჩვენ მით უმეტეს ბალნეოლოგიური კურორტები გამოკვლევები და ასე შემდეგ, ხო ბატონ დიმიტრი? აი მაგალითად კი, ბალნეოლოგიური კურორტები და ასე შემდეგ რო არის ნაგულისხმები რა. კი, რა თქმა უნდა, მკურნალობა და რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ბალნეოლოგიური კურორტების თვალსაზრისით საქართველოს ბადალი არ აყავს მსოფლიოს მასშტაბით. და ჩვენ შეგვიძლია როგორც კლინიკური კონსერვატული მკურნალობის, ისე სანატორიუმული მკურნალობის კურსით მოვახდინოთ კომპლექსური სარეაბილიტაციო, ასე ვთქვათ, მოქმედებების განხორციელება პაციენტებთან მიმართებით და აი ვფიქრობ, რომ ეს მიმართულებაც ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ინტელექტი და პოტენციალი ინტელექტუალური საკმაოდ მაღალ ნიშნულზე გვყავს ჩვენ. აბსოლუტურად გეთანხმები და მცირე რემარკა, აი ბევრმა შეიძლება თქვას ისეთი რამ, რომ საქართველოს ბიუჯეტი ივსება ემიგრანტები, ივსება რა, სხვა მაღალი ნათქვამია, წილი, ხვედრეთი წილი საკმაოდ ესეთი წონადია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებისო. მაგრამ დამიჯერეთ ბატონ დიმიტრი, თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მაყურებელმა რომ ჯობია ეს ხალხი საქართველოში მოღვაწეობდეს და საქართველოს ბიუჯეტში იხდიდეს იმ თანხას, რასაც დაუშვათ მხოლოდ გადმორიცხვით აკეთებს ქვეყნის შენახვაში, იღებს მონაწილეობას რა. ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ქვეყნისთვისაც და შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანის, ვინც საქართველოში აპირებს ცხოვრებას. ასე რომ ესე არ არის, ესე ერთმნიშვნელოვნად, რომ ამერიკიდან გადმორიცხული თანხები ჯობს დაუშვათ იმას, რომ ეხლა ვიღაცამ საქართველოში იმუშაოს და რაღაცა თავის ლუკმაპური სარჩო იშოვოს და ასე შემდეგ. ბევრად ჯობია, რომ ქართულმა დაიხარჯოს, იშრომოს საკუთარ ქვეყანაში და აი ეს თავის წილი შეიტანოს ბიუჯეტში. უფრო მეტი ეფექტი იქნება, ვიდრე ამერიკიდან, ანუ საემიგრაციო თემა შევეხე ეხლა, რომელიც შემდეგი თემით გადავიდეთ, მაგრამ არ შეიძლება რომ ესე ვთქვა. რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა შესაძლოა გადაფაროს კიდეც საქართველოს სოციალური პროექტის გამოსწორების შედეგად ქართველების დაბრუნებისა და მერე ლეგალური ფულის შესვლა საქართველოს ბიუჯეტში რა. მე მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შესაძლებლობა მომეცემა ჩამოვიდე ნიუ-იორკში და პირადად შეხვდეთ და ალბათ ერთი პოდკასტი ჩვენ გველის უშუალოდ, ასე ვთქვათ, უშუალო ურთიერთობაში და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვექნება უკვე ახალი ხედვაც, ახალი ინფორმაციაც და შესაძლებლობა გვექნება მოუთხროთ თქვენს მსმენელსა და მაყურებელს წვრილად. ბატონ დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ კვირა დღეს, ეხლა დაძაბული კვირა იყო, თქვენ ვიცი, რომ ეთერიდან ეთერში გადადიოდით, უამრავი თქვენი პირადი საქმე გაქვთ, პროფესიული საქმე და მიუხედავად ამისა, რომ ამ კვირა დღეს შეძელით და გამოხვედით ჩემთან კონტაქტზე, მისასალმებელია, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი პატივი იყო ჩემთვის, დიდი მადლობა თქვენ. ასევე დიდი მადლობა და მოკლედ გელოდებით, შევხვდებით უკვე ნიუ-იორკში და აქ თავად ალბათ თქვენ თვითონ ნახავთ რეალობას. პრინციპში თქვენ იცით ეს რეალობა, მაგრამ მაინც უშუალოდ როცა შეეხებით ალბათ გარკვეულ დასკვნებს დაამატებთ. აბა დროებით ბატონ დიმიტრი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. შვიდობით, დიდი მადლობა თქვენ. ახონდეს.